როგორც ჩაიგდო ხელში სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორობა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ არაერთხელ კორუმპირებულად მონათლულმა რამაზ ხეცურიანის კლანმა, ისევ სააკაშვილის მთავრობის ხელშეწყობით. სიუჟეტში იმ სქემაზე კი ამბობთ, რომლის მიხედვითაც გიორგი მენაბდეს რექტორობა უკანონოდ დაატოვებინეს. როგორ და ვისი ზეწოლით გაყალბდა სამედიცინოს აკადემიური საბჭოს ხდომის ოქმი, ნახეთ ბელა ზაქაიძის რეპორტაჟში. გამიკავშირდნენ ჯანმრთელობის სამინისტროდან თხოვეს მისვლა, მივედი და დავხვდა მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანი. მითხრა რომ გია ესეთი მდგომარეობა შენ უნდა წახვიდე უნივერსიტეტიდან. სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გადადგომა 2009 წლის მარტში ურჩია. ირაკლი გიორგობიანმა გიორგი მენაბდეს უთხრა, რომ მისი გადაყენების მოთხოვნა ზემოდან მოდიოდა. კანონით მენაბდეს კიდევ 10 თვე შეეძლო რექტორის პოზიციაზე ემუშავა. მე გირჩევთ რომ არ გააკეთოთ ეს, იმიტომ რომ მიაყენებთ შეურაცხყოფას აკადემიურ საბჭოს, ეს მაინც უნივერსიტეტია. მე არა ვარ დანიშნული თანამდებობის პირი, მე ვარ აკადემიური პერსონა, ეს ჩემზე არ ელაპარაკ, ეს უნივერსიტეტის სიმბოლოებია და ნუ გააკეთებთ იმას, რომ ესეთი რყევები გამოიწვევთ უნივერსიტეტში. ან მითხრა რომ არა, შენ უნდა დაწერო განცხადება. აკადემიური საბჭოს ხდომა სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ამ დარბაზში 2009 წლის 11 მარტს გაიმართა. რექტორმა საბჭოს წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია სახელწოდებით 25 ნაბიჯი წინ, 1 ნაბიჯი უკან. უკან გადადგმულ ნაბიჯად საუნივერსიტეტო კლინიკების პრობლემა დასახელდა. ამ მიზეზით მენაბდემ აკადემიური საბჭოს წინაშე უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვა. ერთ-ერთ მიზეზად რექტორმა მოიყვანა ის ვითარება და მდგომარეობა, რომ ვინაიდან სამედიცინო უნივერსიტეტს არ ქონდა საკმარისი სასწავლო ბაზები სტუდენტებისთვის, ამიტომ და ესე იგი გაძნელდა მათი მოპოვება, ამიტომ ის აპირებდა თანამდებობის დატოვებას და მას უთხარი, რომ ეს არ არის ის არგუმენტი, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ესე იგი რექტორი თანამდებობიდან გადადგეს. რექტორი გადადგომას დაჟინებით ითხოვდა, მაგრამ საბჭომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და შესაბამისად უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. გადაწყვეტილების გადასახედად მენაბდეს ერთთვიანი ვადა მისცეს და უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. კანონით საბჭოს ამ საკითხზე 1 თვის შემდეგ ისევ უნდა ემსჯელა. შედგა ოქმით, სადაც საბჭოს გადაწყვეტილება აისახა. აკადემიური საბჭოს წევრთაგან რეგისტრაცია გაიარა 22-მა პირმა, კეჭისხრა განხორციელდა ღიად. ხმების დათვლის საფუძველზე დადგინდა, რომ რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წინააღმდეგ ხმა მისცა 21-მა პირმა, რაც შეადგენს სიითი შემადგენლობის უმრავლესობას. არ დაკმაყოფილდეს რექტორის გიორგი მენაბდის 2009 წლის 11 მარტის განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ეთხოვოს რექტორს განიხილოს მისი თანამდებობაზე დარჩენის შესაძლებლობა, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების მიზანშეწონილობა. შეუჩერდეს გიორგი მენაბდეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელება 1 თვის ვადით. ამ საკითხის განხილვა საბჭო დაუბრუნდეს მორიგ ხდომაზე. ყველა მერთხმად ეს მისი განცხადება არ დააკმაყოფილა. საკმაოდ ემოციური საბჭო იყო, მინდა გითხრათ, ბევრი გამომსვლელიც იყო და საბოლოოდ ესეთი გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ, რომ 1 თვის ვადა მიეცა მისთვის. ლოგიკურად, ესე იგი, საბჭო უნდა შეკრებილიყო ხელმეორედ და უნდა გარჩეულიყო ეს საკითხი. საბჭოს გადაწყვეტილება არც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს მოეწონა და არც მის ზემდგომებს, რომლებმაც სამედიცინოს რექტორს განაჩენი გამოუტანეს. უნივერსიტეტის მაშინდელი იურიდიული სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ურეკავდნენ და სთხოვდნენ ხდომის ოქმში შესწორება შეეტანა. ზარები იყო ჩემთან, რომ აუცილებლად უნდა მივიდე და უნდა დავასწორო ოქმი, რაზეც შემდგომ მიიღეს ძალიან ესეთი მკვეთრად უარყოფითი პასუხი. ეს ვინ გითხრათ? მინისტრის მოადგილე, მაია ქალბატონი მესაუბრებოდა, მაია კოპალეიშვილი. მე მას რო შევხვდი და ვესაუბრეთ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი მხრიდან იყო რაღაცა. და ის დეტალები რა იყო, ბელა ნამდვილად არ მახსოვს. სამედიცინოს იურიდიული სამსახურის უფროსმა აკადემიური საბჭოს ხდომის ოქმის შეწყობაში მონაწილეობა არ მიიღო. განათლების სამინისტროდან მას რამდენჯერმე სთხოვეს ხელმოწერილი ოქმის გადაგზავნა, სადაც რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნებოდა.
ოქმი საბოლოოდ იურიდიული სამსახურის უფროსის გარეშე შეიცვალა. შეუწყდეს უფლებამოსილება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი მენაბდეს. რექტორის მოვალეობის შესრულება დაევალოს ვიცე-რექტორს დავით ჭავჭანიძეს. საბოლოოდ აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმის სახე ასე შეიცვალა. პარადოქსია, მაგრამ მავანმა სხდომის ოქმის მხოლოდ დადგენილებითი ნაწილი შეცვალა. ტექსტი კი იგივე დატოვა. ტექსტში კი წერია: რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წინააღმდეგ ხმა მისცა 21-მა პირმა, რაც შეადგენს სიითი შემადგენლობის უმრავლესობას. საინტერესოა, თუ კი კენჭისყრის შედეგების მიხედვით აკადემიური საბჭოს წევრები არ დაეთანხმნენ რექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას, მაშინ რის საფუძველზე შეუწყდა რექტორს უფლებამოსილება? თუ კი საბჭოს გადაწყვეტილება იყო ის, რასაც თქვენ ამბობთ, მან შეუწყდა უფლებამოსილება. მაშინ რატომ ჩაიწერა, რომ შეუჩერდეს დროებით და ერთვიანი ვადა მიეცეს? გაყალბებულ ოქმს ხელი მოაწერეს აკადემიური საბჭოს სხდომის მდივანმა მანანა ქუთელიამ და სხდომის თავმჯდომარემ რამაზ ჩიხლაძემ. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ისე შეიცვალა, რომ საბჭოს წევრები საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ. ამიტომ იყო ხო გეუბნებით, ჩვენ ვთხოვეთ, რომ დარჩენილიყო. თქვა რომ არ შემიძლია ამ ეტაპზე. და ვარს ვამბობ რა, დამიკმაყოფილეთ, ჩემი თხოვნა დააკმაყოფილეთ. ხომ არ ყოფილა განათლების სამინისტროს მხრიდან ზარები, რომ ყოფილიყო, თქვათ, ესეთი გადაწყვეტილება? არანაირი ურთიერთობა მე განათლების პირადად, ჩემი სახელით ვამბობ, არანაირი ურთიერთობა არ მქონდა. აკადემიური საბჭოს წევრები ერთი თვის შემდეგ შეკრებას ამაოდელოდნენ. გადაწყვეტილება მათ გარეშე უკვე მიღებული იყო. სამედიცინოს რექტორს გიორგი მენაბდეს გაყალბებული ოქმის საფუძველზე უკვე შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება. აკადემიური საბჭოს წევრებმა მაშინ არ იცოდნენ, რომ მენაბდე ხელისუფლების ზეწოლის გამო გახდა იძულებული უნივერსიტეტის რექტორობიდან წასულიყო. ჩემთვის უფრო მტკივნეული იყო ის, რომ აკადემიურმა საბჭომ, რომელთანაც ერთად მე ამდენი წელები მუშაობდი და ბევრი კარგი რამე გაკეთდა, იმ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება არ იყო გაგებული. ყბასახის ცნობილი ქირურგი, პროფესორი გიორგი მენაბდე, რომელიც მანამდე სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი იყო, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორად 2006 წელს აირჩიეს. მენაბდის რექტორობის პერიოდში მოძველებული სასწავლო პროგრამები ახლით შეიცვალა. ჩამოყალიბდა ახალი ფაკულტეტები. შეიქმნა უნარჩვევებისა და შიდა საგამოცდო ცენტრები. სტუდენტური ლაბორატორია. ერთადერთი პრობლემა, რომელსაც რექტორი აწყდებოდა, საუნივერსიტეტო კლინიკების უნივერსიტეტისათვის გადაცემა იყო, რის გარეშეც მომავალი ექიმებისათვის კვალიფიციური განათლების მიღება შეუძლებელია. ჩვენ ქუჩაში არ გამოვდივდით, არ ყვიროდეს ამაზე, მაგრამ არავის ეს საკითხი აკადემიური საბჭო მუდმივად აყენებდა ყველა მინისტრის წინაშე, რომ უნივერსიტეტი იღუპება, იმიტომ რომ მას არ აქვს საუნივერსიტეტო კლინიკა. სამედიცინოდან გიორგი მენაბდის წასვლის შემდეგ ახალი რექტორის შესარჩევ კონკურსზე პირველმა განაცხადი ზურაბ ვადაჭკორიამ შეიტანა და მალევე რექტორი გახდა. ვადაჭკორია სამედიცინო უნივერსიტეტში პრორექტორად პრეზიდენტ შევარდნაძის დროს, რამაზ ხეცურიანის რექტორობის პერიოდში მუშაობდა. ამ ხელმძღვანელობას უკავშირდება სამედიცინო უნივერსიტეტში ტოტალური კორუფცია, რაზეც სააკაშვილს ოპოზიციაში თუ ხელისუფლებაში ყოფნისას არაერთი განცხადება გაუკეთებია. უცნაურია, მაგრამ 2009 წელს რექტორად ვადაჭკორიას არჩევით სამედიცინოს მართვის სათავეში კვლავ რამაზ ხეცურიანის გუნდის დაბრუნება სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური მხარდაჭერით მოხდა. რამაზ ხეცურიანს ამჟამადაც ვადაჭკორიას რექტორობის დროს უნივერსიტეტში მაღალი თანამდებობა უკავია. იგი ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. რამაზ ხეცურიანი და ზურაბ ვადაჭკორია ბიზნეს პარტნიორებიც არიან. სწორედ შევარდნაძის დროს მათი ხელმძღვანელობის პერიოდში ხელში ჩაიგდეს სამედიცინო უნივერსიტეტის კუთვნილი სტომატოლოგიური კლინიკის ნაწილი, სადაც ახლა მათი კერძო კომპანია უნიდენტია განთავსებული. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შეპესე უნიდენტში წილები ასე ნაწილდება. ქეთევან ჭაბაშვილი, რომელიც რამაზ ხეცურიანის ცოლის და 33.40%, ზურაბ ორჯონიკიძე, რომელიც ამჟამად სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერია, 33.30%, ზურაბ ვადაჭკორია 33.30%,
ვადაჭკორია ახლა ამბობს, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის შევარდნაძის დროინდელმა ხელმძღვანელობამ ამავე უნივერსიტეტის კუთვნილი სასწავლო ბაზა, სტომატოლოგიური კლინიკა სამართლიანად შეიძინეს. ერთ-ერთი იყო ავარიული, რომელიც მაშინდელი მთავრობის გადაწყვეტილებით გავიდა კონკურსზე, კონკურსი ერქვა თუ ტენდერი არ მახსოვს, გასაყიდად, აუქციონი იყო პრინციპში კონკურსი და გაიყიდა სამმაგი ფასით. სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი, როდესაც ის სამედიცინო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა, ზურაბ ორჯონიკიძე იყო. ბიზნეს პარტნიორი ზურაბ ვადაჭკორიამ უნივერსიტეტში კანცლერად დანიშნა. ზურაბ ორჯონიკიძეს და მაშინდელ რექტორს რამაზ ხეცურიანს ორჯონიკიძის დეიდის მეუღლე, ნოდარ ლომოური უნივერსიტეტის კუთვნილი თანხის 80,000-მდე ლარის მიტაცებაში ადანაშაულებდა. ლომოური 2002 წლის 26 აგვისტოს მოკლეს. მკვლელობამდე მან პრესას გადასცა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ხეცურიანს საგურამოში აგარაკის და ორჯონიკიძეს სოფელ ნავდარაანტკარში აგარაკის მშენებლობისთვის უნივერსიტეტის სამშენებლო მასალები ჰქონდათ გამოყენებული, რომელიც უნივერსიტეტის კლინიკას უნდა მოხმარებოდა. პრეზიდენტი საუბრობდა მხოლოდ გამოცდების შემდეგ. მან ახსენა, რომ როგორი კორუფცია იყო სამედიცინო უნივერსიტეტში და მათ ეს ყველაფერი, ესე იგი ახალი გამოცდებით, მისაღები გამოცდებით, როგორ მოხდა ამ ყველაფრის შეცვლა და ეს როგორი ამაყი იყო და როგორი ახალი სახეები უნდა მოვიდნენ დღეს. ქეთევან გოგილაშვილი, რომელიც გიორგი მენაბდის რექტორობის პერიოდში სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი იყო, ვერ წარმოიდგენდა პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში ხეცურიანის დროინდელი გუნდი და მისი ბიზნეს პარტნიორები კვლავ დაბრუნდებოდნენ. ამბობს, რომ ვინაიდან კანდიდატებზე განაცხადების შეტანის დროს ზეწოლა იყო, გადაწყვიტა განაცხადი რექტორობაზე ბოლო წუთებში შეეტანა. გია ლობჟანიძე სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ივანე თიკანაძის შთამომავალია. რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ისიც გეგმავდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ჯანდაცვის სამინისტროდან მუქარების შემდეგ განაცხადი აღარ შეიტანა. მაშინ დაიწყო სწორედ ჩემზე ზეწოლა და იყო დაშინება მუქარა მათ შორის შვილებზე, მათ უსაფრთხოებაზე, რომ ამაზე არც მეფიქრა, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი საქმე მათთვის, ვინაიდან რაღაც უკვე გამიზნული დაწერილი სცენარით მიდიოდა დიდი სპექტაკლი. რიგგარეში არჩევნები 2009 წლის 30 ივნისს დაინიშნა. მასში 4 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ძირითადი კონკურენტები იყვნენ ზურაბ ვადაჭკორია, რომელსაც ხელისუფლების მხარდაჭერა ჰქონდა, და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი. აკადემიური საბჭოს წევრად რექტორობიდან წასვლის შემდეგაც რჩებოდა გიორგი მენაბდე. ცხადი იყო, რომ მენაბდე ხმას ვადაჭკორიას არ მისცემდა, ამიტომ მას აკადემიური საბჭოს დატოვებასაც სთხოვდნენ. შესასვლელში სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ სართულზე მთელი პირველი სართული იყო სავსე უშიშროების თანამშრომლებით. ამას ყველა დაადასტურებს, თუ კი ვინმე იმ დღეს სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში შემოსული იყო ირაკლი გიორგობიანი, იმ პერიოდში იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ზაზა გოროზია, სამეგრელოს ზემოსვანეთის გუბერნატორი და ისინი იმყოფებოდნენ ერთ-ერთი პრორექტორის ოთახში. პრორექტორი, რომლის კაბინეტშიც გოროზია და გიორგობიანი იმყოფებოდნენ, ირაკლი ფავლენიშვილი იყო. ფავლენიშვილი არჩევნების დღეს ხელისუფლების მაღალჩინოსნების სტუმრობას ადასტურებს. თავმოყეთი რომ უთხრა, რომ მე ვთქვი გამოჩენას უნივერსიტეტშიო, უნივერსიტეტის იმაში, ხა შიგნით არ შესულან, მაგრამ უნივერსიტეტის ასე თქვა ზეწოლა თვლიო არჩევნებზეო და მოbrunდა და გავიდა. სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ზაზა გოროზია სატელეფონო საუბარში ვერ იხსენებს აღნიშნულ ფაქტს. ამბობს, რომ არჩევნების დღეს იგი უნივერსიტეტში არ მივიდოდა. ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი გიორგობიანის ჩაწერა იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ მან არჩევნების შემდეგ საქართველო დატოვა. მე თუ შევხვდი ვინმეს არჩევნებთან დაკავშირებით არ შევხვდებოდი, იმიტომ რომ არ მაინტერესებდა ეს საკითხი და არანაირად არ მეხებოდა. ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორიაში თუ ჩატარებულა რექტორის იყო ეს არჩევნები. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მეთვალყურეობით ჩატარებულ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში საბოლოოდ იმ კანდიდატმა გაიმარჯვა, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდა,
ზურაბ ვადაჭკორიას რექტორად გახდომის შემდეგ აკადემიური საბჭოს იმ წევრებს და პროფესორებს, რომლებმაც მხარი ვადაჭკორიას არ დაუჭირეს, უნივერსიტეტის დატოვება მოუხდათ. ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. სტუდია GNS-ი ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებად. კარგად ბრძანდებოდეთ.